ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითად იარაღის განხილვა ზურაბ ყვანჭახაძე, აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. მე სამეზარი აინტო. გამარჯობა მეგობრებო, არხის გამომწერება კარგი. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. კიდე ერთი კულინარული ვიდეო ჩავწეროთ. ჩვენი მეგობარი არხი. Let's G. დანები მოიტანა, უბრალოდ კი არ მოიტანა. ეს ბატონ დავით საჩუკა, ეს ბატონ ვანოს. ესეც ვანოს, ალბათ იმიტომ რომ კაი ტიპია. ხო და ესეც მე. და აბა მოდი ამ დანებზე ვილაპარაკოთ. ესენი შევარჩიე მეტნაკლებად ბატონო ზურა ისე რომ თქვენ გემოვნებაში ჩამჯდარიყო და მე მგონი გამოიცენ, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ვიცი რომ მოგეწონათ ძალიან. ეს თქვენ სერიოზული რაღაც. ტაქტიკური დანა, ჰოგის ამერიკული, ესეთი ავტომატური გახსნის მექანიზმით. ეს შემდეგი გახლავთ კასეტი, ბატონ ვანოს ძალიან მოეწონა ეს დანა მახსოვს. ამას ტიტანის корпуსი აქვს, ესეთი ტექსტურირებული, ფხვნილოვანი S35. ან შესახედავადაც ისეთი რაღაცა ძალიან ისეთი რაღაცა. ნუ კაი სამუშაო დანაცაა, რაღაცები საჭირო, დიდი სამუშაო პირი აქვს და ტყის დანა. კი რა გამოგადგებათ. ეს დათუჩას მოეწონა კონცეპტის, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბრენდის, ესეთი ბატონ ლუკ ჩამკეტის სისტემით. და ესეც ბატონ ვანოს ძალიან მოეწონა ეს დანა და მე მგონი მოვახვედრეთ ეს უკვე პირველ ვიდეოში. კიტრსაც არ აჭრის მაგით. ხო, როგორც ვთქვა ძალიან უფრთხილდება. დავდებ ოღონდ ისაო რა ქვია. დანას უყვარს ხმარება, მაგრამ ნუ კაცი. გამოყენება უყვარს, გამოყენება. გამოყენება კი. მაშინ ესე. თუ მაგარი დანა გინდათ, მეგობრებო, მისამართი სადა გაქვთ? წერეთლის პირველი დინამოს სტადიონის მოპირდაპირედ, პანდაში არის ჩვენი მაღაზია. აღწერაში იდება ის ლინკი და შეხედით ნახეთ. ეხლა რახან შენეგეთი საქმე გაგვიკეთეთ დანებით და გვაკვუკლავე ჩვენ მე გავაკეთებ აი ესეთი რაღაცა მაქვს მეგობრებო შეხედეთ თევზი ვისაც გიყვართ ჩემ გზნობებს გაიგებთ ეს არის ჩრდილოეთის ორაგული რუსების სიომგას ეძახიან მაგრამ მე მაგათ ენაზე არ ვილაპარაკებ მოდი ჩრდილოეთის ორაგული აი ესე გაჩვენოთ როგორ ეს იყიდება გამოყვანილი ბევრს გინახიათ ლუდის მოყვარულები ვინც ახართ განსაკუთრებით იმათ მაგრამ იყიდება აი ესეთ რა უმდგომარეობაშიც გაყინულია ხოლმე ესე და ეს გავაკეთოთ ტაფაზე ბატონო დავით აი ეს აიღე ეს ხო ხე აიღე და ხელზე დამიდე ხელზე აი ეს არის პაპრიკა, სვანური მარული, კონდარი და ისა უცხოსუნეს ყვითელი ყვავილი. ამას პირიქით გვარი. რა მნიშვნელობა აქვს ახლა მე მაინც ადამიანის ხუნელებში მაინც და აირიოს ერთი. ხო რა. ხო და ეს უნდა გაუკეთო. ჩამაბრინდა, კაი მოდი ესე ვთქვათ. იყო პაპრიკა, კონდარი. არა, ეგ იყო ყვითელი ყვავილი. პაპრიკა, ყვითელი ყვავილი, სვანური მარული და კონდარი. ხო. და უცხოსუნელიც იყო ცოტა შერეული. აჰა, ჩამომყვა სამარენდი რა. ეს ხო ჩავყარე. ბატონო დავით, ამას ახლა ის ხელი მოგინე ამას. დაატრიალი მოხსენი, კაცო. ამას უნდა დაასხათ. ეს მაშარაფია ბუდიშტ. აი მას მოხსენი. ცოტა ზეითუნის ზეზე მინდა რაღაცა გითხრათ. ქართველები მაინც არამაინც ზეითუნის მომხმარებელი ხალხი არა ვართ. მაგრამ უკვე აქაც დაიწყეს ზეითუნის ზეთის გამოყენება და ორნაირია. ერთია იძახიან რომ ცივი აი სალათებზე მოსასხმელია, აი მაგალითად კიტრი პამიდორზე, მეორეა ცხლად შესაძლებელია და რომ ჩავეძიე რა გამოდგა, იცი? ცივად რომელიც იხმარება ის არაძე რაც იხმება. ისი შეგიძლია იმას ქნა რა ქვია. ჩვეულებრივ შეწვა. უბრალოდ ძალიან ძვირი ხის. ანუ რომელსაც შესაძლოა ხმარობენ იმას ქიმიურად ამუშავებენ და იაფიხის. იმიტომ კი არა რომ ცივი და ცხელისა არა. უბრალოდ ცხელისა რომელიც არის ცუდი გემო აქვს, ისეთი კეთილშობილი გემო არ აქვს რომ სალას დაასხათ. ამიტომ ეს არის ახლა
ესეც კაი ძვირიღი და მოგეთ რა მნიშვნელობა აქვს რა. თუ ბევრი არ უნდა. აი ყველაფერს ავიღებ. ბატონ დავით, მიდი მარილი გახსენი. ესე. ლიმონი ჯერჯერობით ამაში მონაწილეობას მე არის. გონი ბოლოში უნდა ლიმონი. ხელზე დამიყარე. მიდი. კაცო უკან გაიქ. ვა. კაი, გეყოფა. არა კიდე უნდა. მოხსენი თავი დაჭი. აი, ოხშენი. კაი, დასტოვდი. მოგეთ მარილი გემონებით. მარილი გაუკეთეთ გემონებით. ამას ეს ერთმანეთში კარგად აზილავთ. რამე ჯამი აიღეთ, თუ ტყეში ხარ და ჯამი არა გაქვს, შეგიძლიათ ცელოფანში ჩაყაროთ ესა. ამას ფხები და რაღაცა მაიმუნობები არა აქვს რა. არის მარტო ხორცი. და ხო, კიდე ქონი არ უქნან შეწვის დროს, იმიტომ რომ ეს თვითონ მუცლის ანაჭრებია და თვითონ ეს ჩtildeოეთის ორაგული არის მაგარი მსუქი. არა, რა ბხა, აი და შეხედე ვაფშე. გამიმართლა. რა არის? არჩენ არ გიყვარს არა? ხა ვიზუღარი. აკრემს. საქსაული იცი რა მცენარეა? ბუჩქია, წვენი თითქმის არა აქვს და ეკლები აქვს და აკლები მაგასაც ჭამს. ერთადერთი ცხოველია. ხოდა ვინც ასე ფრიანთა ჭამს, მე ვეძახი ხოლმე საქსაულის ჭამელად. როგორ არათო? კებრელია. კაქტუსის შემოდგომაზე დამწიფდება. ჩემახლობელს უდგია. ხოდა გაგას ინჯებ. უმათ იჭმევა სხვათა შორის, ოღონდ ყველა კაქტუსი არ იჭმევა. ვიცი. ყველაზე დიდი ყვავილი რა არის მსოფლიოში? აუ, სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ ყარს, მაგრამ. და რაფლეზია ქვია. რაფლეზია. და 3 მეტრი დიამეტრია ყვავილის ისა რა ქვია. შემოწირული. და 3 კილომეტრზე მაგის სული დგა. ხო, გაფუჭებული ხორცის სული. მოკლედ ამას ახლა შეაზავებთ ესე და 1-15 წუთი დატოვეთ. კაია, გასიებული ვინც მაშარაფი მერე უნდა ბატონო. ხო, მაშარაფი და ჯერ არა, ხო? ლიმონი ხო მერე უნდა, იმიტომ რომ შეიწובה, მე ესე ლიმონს ცოტას დავასხავთ, პატარა მაშარას მოვაწუწებ ზემოდან და მე რა ვიცი რა, უკვე ნერწყვი მომივიდა რა. ადრე მახსოვს გავეთებული გქ თევზი და რუსი რაღაც გავიკეთებია. თევზი საერთოდ ლიმონი უხდება, რატო იცი? არ ვიცი. ლიმონჯავა თევზის ძლიერ გემოს, ოღონდ ყველა თევზს არ უხდება ლიმონი. თუმცა თურქები თითქმის ყველაფერში ლიმონს უშვებიან. ერე თურქები ყველა საჭმელზე ჩაისვავენ. უფრო შემწვართებს ხო? თურქები? არა, ლიმონი, რომელს უფრო უხდება. მე მგონი შემწვარ. შემწვარს და მოხარშულსაც, რა ვიცი. ორივე კაი. იმიტომ რომ აი თევზის სუნი რომ მაგაზე ერთი ანეკდოტი მომოგონდა, მე მოგიყვა. ცოტა ისეთი ანეკდოტია რა რაღაცა. საჭოჭმანო ანეკდოტია. მოკლედ ეს უნდა დამარინადდეს, ანუ რაღაცა გაჩერდეს, ეს ყველაფერი შეიწოვოს და შევწოთ და ვნახოთ რა გამოგვიყვება. და აი ნახე რა გაგიმასპინძლდებით მეტანე ბატონ დავით. ხელი არ გაიჭა, ვანო გაგიждდება. რომ გაუსიცხლიანო, გაიგე. ეს ძალიან პროფესიონალურად ამ წეღანას უყურებდი, აი ერთი შეცდომა არ მოვა, თითი ჩაყვეს რაღაცა დიდ ხალხს და იმიტომ რომ ბავშვობიდან რომ ვაძლევდი თანას, მე ზო მიგზალავდი რა და ქვის ქვეშა მქონდა სოფელში დამალული თუ პატარა რაღაცა ჯაყვა მქონდა რომ რატომღაც ეგონათ რომ ესე უნდა გამეხსნა, ესე დამეჭე და მე რომ დამეცემინებინა და თქვენს თუ შემჭობოდა. ხოდა რა არა იყო ხელს მოიწევა. ბეგში ჩაიტყა თუცული აიღე. კაი. მოდი აბა ეხლა ცოტა ხანი დაველო ძამას და ვნახოთ შევწოთ რა გამოვა. მოდი. აი ესეთი კატალოგია. ქართველი მეწარმეების ნაწარმი და მაღაზია ბლეიჩიში, სადაც დანები იყიდება ეს ფიგურებიც ღირს 150 ლარი. გაკეთებულია სრული წესით დაცვით, რომ ეთნო ფიგურებია, მინიმალისტური. ეს დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, რუსთაველი და ჩაოლებრივი ქართველი ჩვენი წინაპარი ჩოხით რო დადიოდა. ესეც გათხრების შედეგად ნაპოვნი თამადა ძალიან გავს იმას, რაც იპოვნეს. ასე რომ მობძანდით, ვისაც სასაჩუქრით გინდათ, შვენიერი რაღაცა არის. მოკლედ გავიდა ნახე 2 საათი რა. ნუ შეიძლება 20 წუთი არა მოწუძე ცოტა ხანი არ დატოვოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩავიდეს გემოები ხო? კი ბატონო. რაღაც აი ამდაგვარი უნდა მოხდეს რა, აი ესეთი.
შეხედეთ. წვენდა რაღაცა კი არ გაუშვოს, მაგრამ წავიდეთ ახლა. ხო. ეს ამოიღე ზეითუნის ზეთი, ეგა, წამო. ბატონო დავით, აი ეს უკვე ჭეშმარიტების წუთი დადგა, რო იცოდე. აი ეს. დაასხი და არ დაინდო. ბოლომდე ხوار მიდი ბლომათუნდა. აბა მითხარით რომ გავჩერდე. მიდი. ზეთს როცა აკეთებთ, ზეთი უნდა იყოს ბლომად. ეყოფა. ეხლა ვაცადოთ რომ გაცხებდეს. და თვითონ ტაფაცხელია. ანუ რო ჩააგდებ ჩიგნი თევს, ხო? შიშხის დაიწყეს ბატონ დავით, შენ მოერიდე და შენც მოერიდე. რო ისაქვრად რა ქვია. რამე აღლიში არ გავიკორდეს. უკან წავიდე. კამერო იყო მაგრამ გატეხილის კამერო ვიპოვე და მოვიტანეთ, ეგეც კაია. ნელა ტყეში ის ქვენით რა ქვია, ავეჯის იმას მივყავთ ხელი. კი. ამას შეიძლება ბტყელი, ისა? აი. თევზი როგორც იცი მალე. თევზი ხორცი არ არის, კი ბატონო. მალე კეთდება. ბატონო დავთ, გაიქეცი რამე ჭხირი მოიტანე. ჭხირი? ხო, რა ის გავასორო, კაცო. აი მის ასაღები. ასაღები რკინის. რკინის ასაღები. ვიდი გვანო პაპის ის არის, კაცო. ჩავალაგო. ეს კაი რამე გამოვა. გამიკეთებია მაგარი გემრიელი რაღაცა. აი ეს გამიწიე ცოტა იქით აი შუა. ეგრე. ეს ჩავავდე შუაში. ზეთმა შეიცვალა ფერი. რატომ და სიმღერა იცი? არა. შენ იცი? კი, იას ამას დაეკარგა ფერი. ეხლა იცი მასე მომაგონდა რა. ესეც ეს. ეხლა ამას. ზეთი მე მგონი ნორმალურად აქვს, ხო? არა, ზეთი ეგრე უნდა იყოს, ანუ თვითონ ტაფა არ უნდა იყოს ზეთიანი რა. თევზი რომელიც იწვება, უნდა ზეთში ჩაჭიპჭიპებული იყოს, აი ეს. უყურეთ, ბევრი ხანი არ უნდა. ნახე, ხორცი ჩავუვარდე შე. თავისით მოფრინდა. მიატანეთ ხოლმე ესენი გემრიელი საჭმელია, მწერებიც. აი ეს. კაი, შევწვალთ. ამას დაჭირდება 15 წუთი, რა მეტი არა. ამოვიღოთ და მე ამას თავისი ინგრედიენტები უნდა და რა პროცესში უნდა იჭამოს რა. ან თეთრი ღვინო უნდა, ან კიდე არაყი. შეიწვეს ახლა. ბატონო და ჩერასტვი. თევზი რა ვისკი? ზუნი დატრიალდა უკვე. ვისკი როგორ არ წავა შვილო, მით უმეტეს ვისკის დამამზადებელი ხალხი ზღვის ხალხია. და სულ ესეთ რაღაცებთან აქვს საქმე. გაიგეშინა. აი ხა დავულოთ 15 წუთი და ვნახოთ აბა რა გამოვიდა. ახლა მოდი ბატონოვანო. აი ამას ისე უნდა შეწვათ, რომ ზემოდან რომ გადაატარებთ. ხმა უნდა კონდეს აი ესეთი ხრატულის ხმა. არ ვიცი ახლა ისინს თუ არა და აი ეგ დამიჭირე. და ეცადეთ რომ ზეთი ზედ არ დარჩეს რა. ეხლა ტყეში ვარ ჩვენა და წესით სალფეტკი უნდა იყოს რაღაცა ნაჭერი რა. ისა ნაჭერი კი არა, ქაღალდი. რომ შეიწოვოს, მაგრამ შენ რუაფეხის ფეხები გაგისიჯავს. რუაფეხის ფეხები გაგისიჯავს. რუაფეხის ფეხები? ხო, მიჭმე. რუაფეხა მარტო ფეხებია და აბა კისერს ხო არ გავწინჯო. შენ კისერი გაგისინჯოს რუაფეხი? შენ გაგისინჯო? არა, კისერი. რუაფეხი არა, კისერი, მაგრამ ფეხი გაგისინჯოს. რუაფეხას გული იცსადა აქ? არ ვიცი, არა. როგორ არა? გული ყველაფერს აქვს. ზოგიერთი უგულო ადამიანის გარდა. ეხლა აბა ტვინი სად გაქვს? ტვინი? ხო. ტვინი არა აქვს შვილო. მაგასო ტვინი ხონდეს, ასე ხარ რუაფეხი რო გექნება. და შეგეკითხებიან, მეოთხე ფეხსაცე, მეხუთე რა დღეშია, დაიბნევ და წაიქცე. გაიგე? ამიტომ
აჰა. წავით ეხლა და ო, აი ესეც ბარემ დავაგდოთ. აღარ დავდოთ. აჰა. აი ეს. წავედით ეხლა და გავშინჯოთ. გავშინჯოთ. შენცი ლიმონის ტყავზე ყავითა შეიძლება? ეხლა მე შენ გეტყვი რა შეიძლება უყურე. მე ვიცი. მაიცა სანამ გავაკეთებ. ასანთ რომ მეუშვირო და ეს გაწურო ტყავი იმიტომ რომ შეიცავს პირს ალკოჰოლს. სანამ გავსინჯავთ, დაში. მე მინდა ვთქვა ერთი რაღაცა. თქვი. მაიცა ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და USA to Georgia-მ ჩართო ძალიან მაგარი ისა რა. საი გვერდი დავდოთ, თან მე გავაკეთებ. საბერძნეთთან დაიწყეს ტვირთების ჩამოტანა. და კილო ღირს 1 ევრო. საბერძნეთში კიდე იაფირა არის და ხარისხიანი აუი. განსაცმელი და ავეჯით. ნუ ბევრი რაღაცაც. მაიცა სტოპ. ვიცი, უბრალოდ მოვიწიე. ასე რომ ლინკი იქნება. ჩავაწვი. ო, მაშინ ეს შენ შეაწუდე მე აქეთ. ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში, მეგობრებო, შედით ნახეთ. საბერძნეთში თუ ვინმე ყავთ რაღაცის გაგზავნა გინდა, ჩამოტანა გინდათ? ეგრე ესე უნდა მოწ. ბიჭო. შვილი მამასო ფეხბურთს ასწავლიდაო, შენი საქმე ეგრეა. მით უმეტეს ძველი ფეხბურთელი ვარ. აი ეს არის მაშარაფი. და ლიმონს ხო მოასხავთ. მაგარი ლიმონი. მე მაშარაფია ესე ზოლაც. ცა ესე ესეც აი ესე. აჰა. არაფერს. მოკლედ USA to Georgia რო არ იყოს ჩვენი საქმე იქნებოდა ჭაკად. აუ რა მინდო. რა იყო ეგრევე მაგას შააფრინდი ჩვენ აჰა ეს. უბრალოდ ლიმონი. რა. ლიმონი შეჭამ. და მე რა ლიმონ მარა გითხრა. დახედან. რო გააკეთებთ ამას. ცოტა უნდა შეცივდეს რა. ეცადეთ რომ ეს ერთი მეორეზე დალაგებული არ იყოს. ჩვენ არ გვაქვს. ხელსახოცი თუ გაქვთ იმისი რა ქვია ქაღალდის. ჯობა იმაზე დაალაგოთ, მაგრამ რა არის, იცი? რო გადმოიღებ და კარგად ჩაწურავთ. ზეც მე თვითონვე იწოვს რა. აი ისა პურიც გადავანაწილო თანამებრძოლებს შორის, აგაუმარტო ენაცვალე. ბატონო დავით. შენ უპროთ აფრინდები თუ როგორ არის შეიძლება? ხო? აი იყოს პური რომ მე გვინაში. აი კაი ბარ. ვინო არ არის. ამას შენ პურსაც ვერ ჩაგაწობებ, არაყი მაქვს. კბილია? უხდება არაყი ეგეთ საქმეებს. მაგრამ თუ ხარ არაყი, თუ არა, თუ ხარ ამაყი, არ დალიო არაყი. არასულ წოლებს არაყი არ დალიოთ. გეხვეწებით ძალიან ცუდი რაღაცა არის და თუ 17-ის გარდა ერთ ეს რო ღვინოზე მაგარი ყოფილიყო ბიჭო. დაგასტრებ. ჩვენი წინაპრები შერაგონია. არ გააკეთებდნენ ადრე მაგას ამბობ. მაშარაფიც როგორ ხდება? მაშარაფი არის ტკბილი. უბრალოდ მოტკბო. ლიმონი არის მჟავი და თევზი არის მოთევზო. ძალიან მაგარი. ვას ასწავლე. ხო ძალიან მაგარი გამოვიდა. ვაფშე სხვა რაღაცაა. ძალიან მაგარი ბატონო. აი რა გითხარ? გენეთვალა. იგარი ხარ. ეს აუცილებლად გააკეთეთ რა. რა უგემ. ბაზრებში ანია კნატუნა და ბაზრებში იყიდება რა. სიომგის მუცლის ანაჭრებია და მოდი ამჯიგით. ფეხზე წამოვდგე და სამშობლოსოთის დაცემულ ხალხს გაუმარჯოს. ბრძოლაში. არ მაგ და არ ვდგეთი. არა. სუფრაზე უფლება აქ არ ადგეს მარტო ქალს. დანარჩენი ფეხზე ადგა. გაიგეშინა. ეგ მეოთ აღარ გააკეთო. ჩვენ იმ წასული ხალხის და ბრძოლაში დაღუპული ხალხის ვერაფერს ვეღარ გაუკეთებთ, მოკვდნენ. ერთადერთ რასაც გაუკეთებთ, იმათ ხსოვნა შევინახოთ. ხო, დავლოცო და ხსოვნა შევინახოთ. ქართველები რას ვაკეთებთ, რას ვეძებთ დალევას, ხო, სადღეგრძელოს. ვადღეგრძელებთ ერთმანეთს და ვლოცავთ. თელი სუფრის აზრი ეგ არის. ცოტანი ვარ და იდეაში ერთმანეთს უნდა ვეფერო და უნდა ვლოცოთ. გამიგეშინა. კი არ უნდა ვლანძღო და ვაგინოთ. უნდა ვეფერო და ვლოცოთ. წასულე და ზოთეგ რომ მოვიქცეთ, თორე
აქ ბატონო დავით ძალიან ცოტა ხნით ვართ მოსულები და წასვლით სამუდამოდ მივდივართ. გაიგე და ის პატარა რაღაცა გამოვიხევთ, რომ დამრჩენებს ჩვენი სახელი დაუტოვოთ და ჩვენი ტრადიციები რაც იმ ხალხმა ჩვენ დაგვიტოვა. სულნატელ შემყობას ყოველას მეხანძრე იყო, პოლიციელი იყო, ჯარისკაცი იყო. ხუროთმეძღვარი იყო და რავი, რაღაცა ჩამოვარდა და რაღაცა მოხდა და დაიღუპა. საქართველოს ვინ თავი გაწირა, ვინც ჯიგარი გაიფუჭა. სულ ყველა იმ ხალხის ხსოვნა იყოს, მოგონება არ დავიწყე. მოგონება იყოს იმ დიდი ხალხის. დიდებული ხალხის ნამდვილად არასოდეს არ დაგვევიწყებიოს მათი მოხსენიება ჩვენს ლოცვებში და რა ვიცი ღვთისმსხალობით დაემკვიდროთ 1000 უფეველი. ამინ. ამინ. აუ ძალიან გემრიელია მე მომეწონა. აუ გემრიელია. იშვიათად ესეთი გემრიელი რა. ნაჭამი ვარ და აღარ შევჭამდა. რა ნაჭამი. მეგობრებო ეს გააკეთეთ გირჩევთ. აი ძალიან მაგარია რა. ამიტომ გამოგიმშვიდობებით, კარგად ვზანდებოდეთ. შემდეგ ღმერთმა კარგად გამოვიდა შემდეგ ვიდეომდე.